დავიწყოთ არჩევნებით, რადგან ეს ასე ვთქვათ, მაინც იარაღია ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის, რატომ გახდა ამაზე ფოკუსირება ახლა საჭირო, რამე მოახლოვდა დღის წესრიგში არჩევნების მაგვარი, როგორ გონიათ? არჩევნები აქტუალური იმიტომ გახდა, რომ ოპოზიცია საუბრობს ამ თვეების განმავლობაში და თვითმმართველობის არჩევნებიდან მოყოლებული საკუთარ სტრატეგიაზე, რა უნდა იყოს საბრძოლო სტრატეგია ივანიშვილის წინააღმდეგ. ერთი ან რამდენიმე ერთად. თავის დროზე ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გამორიცხა საერთოდ არჩევნების შესაძლებლობა, მოკლა, გააჩინა ნიჰილიზმი, ისაუბრა ბოიკოტზე, არჩევნების მისვლა არ შეიძლება, არჩევნები აღარ არსებობს, დამთავრდა და ასე შემდეგ. რამაც მძიმე გავლენა მოახდინა საერთოდ არჩევნების გააზრებაზე და შესაძლებლობაზე ამ ქვეყანაში. ეს საკითხი აქტუალური გახადა უნგრეთის მაგალითმა. უნგრეთის მაგალითმა, სადაც ავტორიტარი ვიქტორ ორბანი, რომელიც არის ოლიგარქი, რომელმაც 14 წლის განმავლობაში 30 მილიარდ ევრომდე მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ტენდერებით თვითონ და ეგრეთ წოდებულმა მის 12-მა მეგობარმა, ეს არის ცნობილი ხოლმე საერთაშორისო პრესაში, სადაც 12 მისი მეგობარი, ადგილობრივი ოლიგარქები, როგორ ღებულობდნენ სახელმწიფო ტენდერებს. აქ 30 მილიარდ ევროზეა საუბარი, მხოლოდ სატენდერო ხელშეკრულებებით სახელმწიფო ბიუჯეტი. ანუ ფულიც ჰქონდა, ავტორიტარიც იყო. მედია რეალურად ტელევიზია, კრიტიკული და ობიექტური ტელევიზია, ან ოპოზიციური ტელევიზია უბრალოდ არ არსებობდა ფიზიკურად უნგრეთში. თავის მხრივ, ბევრი რეპრესია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც ხო პოლიტპატიმრები არ ყოლია. ჯერ არსებდნენ ადამიანებს და სიცოცხლის რისკის პასას არ უწევდათ პროტესტში ყოფნა ადამიანებს. ანუ ეს ძალიან დიდი სხვაობაა, რომ პოლიტიკური პატიმრები არ ყოლია. თუმცა და არ ქონდა რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც კრიტიკულ მედიას უკრძალავდა იქ საერთოდ არსებობას და ისე ამაში ვერ დაგეთანხმებით, ჰქონდათ ძალიან მსგავსი შემზღუდავი კანონები, რომელიც საერთოდ რესურსების მიმოქცევას ზღუდავდა, რამაც დახურა ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოეთიდან მხარდაჭერილი საერთაშორისო უნივერსიტეტები, მათ შორის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. უბრალოდ დახურა, გააძევა ქვეყნიდან ორბანმა და ეს პროტესტები საქართველოშიც კი მიმდინარეობდა ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების. მაგრამ ის იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მაინც არის თამაშის წესები, რომელიც მაინც უფრო ლიბერალურ გარემოს ტოვებდა ოპოზიციისთვის. ვიქტორ ორბანი, როგორც ავტორიტარი, რა წესებს იცავდა, არასდროს არ მინახავს, ის იყო პუტინის მარიონეტი. თავარი წესი დაიცვა, წავიდა როცა წააგო. დავასრულებ, დიახ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ის იყო პუტინის მარიონეტი, პარალელურად, მაგალითად, გავრცელდა ჩანაწერი, ნანახი გექნება სავარაუდოდ, სადაც ორბანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ღებულობს დავალებებს, რასაც დამავალებთ, როგორც მე თქვენს განკარგულებაში ვართ. ანუ ერთი სუვერენული ქვეყნის ბრჭყალებში საგარეო საქმეთა მინისტრი ელაპარაკება მეორე მინისტრს, საიდანაც დავალებებს ღებულობს. ორბანი იყო წლების განმავლობაში შემაკავებელი აქ რუსული მოკავშირე ვინც ყავთ ივანიშვილი, მასზე სანქციების დაწესების პროცესში, უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, ფინანსური იქნებოდა ეს, სამხედრო იქნებოდა სხვა მიმართულებთან. ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ აწ უკვე გამარჯვებული პეტერ მადიარი, რომელიც ოფიციალურად ძალიან მალე გახდება პრემიერ-მინისტრი, მის მიმართ ორბანმა და მისმა ხელისუფლებამ ისეთი მძიმე სამართლებრივი ბრალდებები წამოაყენა ამომრჩევლის მოსყიდვიდან დაწყებული სხვა მძიმე ბრალდებები, მას აუცილებლად დაიჭერდნენ, რომ დამარცხებულიყო არჩევნებში. და ამ ვითარებაში, ავტორიტარიზმის პირობებშიც კი შესაძლებელი გახდა ორბანის დამარცხება. რა თქმა უნდა, ორბანმა აღიარა დამარცხება, როგორც მაგალითად თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და აღიარა დამარცხება. ივანიშვილთან ამის მოლოდინი რამდენად შეიძლება იყოს, ეს რა თქმა უნდა, ვარაუდის დონეზე საკითხია, თუმცა ისიც ავტორიტარია, ისიც მდიდარია, მასაც აქვს რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტპატიმრები ყავს და თავად ჩვენი ლიდერები და პარტიები არიან მსხვერპლი ამ დევნის. ერთი, ასაკრძალთა სიაში, მათ შორის ლელოცარი და სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩემი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს იყვნენ ციხეში და ახლა იგივე მსგავსი სისხლის სამართლის ბრალდებები აქვს წარდგენილი, უფრო მძიმე, უფრო გრძელვადიანი, ნაწილი ოპოზიციონერი ლიდერებისა ისევ საპატიმროშია, მეც ჩემი პარტიის
ნაწილი ლიდერების ისევ ციხეში მყავს, მათ შორის ადგილობრივი, მათ შორის ცენტრალური. ამიტომ კი რთული მსგავსება ბევრია, მაგრამ არის ალბათ სხვაობაც. რთულია ვითარება ირაკლი რა. კი ბატონო, რადგან დავიწყეთ მადიარზე საუბარი და ამ მაგალითს უდაოდ არის მაგალითი იმისა, როგორ მარცხდება 16 წლის განმავლობაში ძალაუფლებაში გამაგრებული ერთი კაცი, რომელსაც მახასიათებლებიც აქ პროპაგანდას უჭირს მუშაობა. კი ბატონო, თუმცა პროპაგანდა აბსოლუტურად იდენტური იყო ამასაც დააკვირდებოდით, აბსოლუტურად კრემლის პლეიბუქიდან იყო ორივეგან პროპაგანდა. უბრალოდ შესაძლოა აქ უფრო მოწყვლადია საზოგადოება უმიშიშის მიმართ გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ აი თქვენ რა გაკვეთილი გამოიტანეთ, გაკვეთილი შესაძლოა ცუდი სიტყვა, მაგრამ რა გაიზიარეთ აი ამ გამოცდილებიდან, რა შეიძლება გაიზიაროს პოლიტიკურმა ოპოზიციამ მადიარის ორწლიანი პოლიტიკური აქტივობიდან, რომელმაც არაფრისგან შექმნა პოლიტიკური მოძრაობა და აქ იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სხვა ოპოზიცია ერთგვარად გაიწია გვერდზე, ხო? მას მისცეს, ასე ვთქვათ, კარტ ბლანში, რადგან მათაც ირწმუნეს, რომ მას გამარჯვების შანსი ჰქონდა. ამის მოლოდინი რამდენად არის ქართულ პოლიტიკურ ველზე, აი ეს ცოტა სხვანაირია აქ პოლიტიკური ველი. ამის ანალიზი თუ გიცდიათ პარალელებთან ერთად. არა ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო, ორმა პარტიამ დაუჭირა მხარი მადიარს და თავად არ მიიღო მონაწილეობა და მთელი მისი რესურსი ჩადო ახალ პოლიტიკურ პროექტში. ორმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა განსხვავებული ვითარება იყო. მე არ მეგულება დღეს მადიარის მსგავსი პოლიტიკური ლიდერი ან ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გარშემოთ შესაძლებელი იქნება რაიმე ტიპის ესე დიდი კონსოლიდაცია. მეორეს მხრივ არის კი დაკვეთა ამაზე. მე რაც მესმის მაგალითად, როცა დავდივარ რეგიონებში, მაგალითად წინა კვირას 4 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვიყავი და მოვიარე სოფლების, ქალაქების, ოჯახები, ჩვენი წევრები, მხარდამჭერები და ასე შემდეგ. მე ყველგან მესმის კოალიციური მმართველობა, რომელიც დაკავშირებულია დღეს საქართველოში ერთპარტიული მმართველობისგან თავის დაზღვევად, დაკავშირებულია კოალიციური მმართველობა შეცდომებისგან თავის არიდების შესაძლებლობასთან. შესაბამისად, ის დაკვეთა, რომ ერთი კონკრეტული ვინმე ლიდერი არსებობდეს, რომელიც სრული ძალაუფლების კონსოლიდაციას მოახდენს, მე ვერ გვგრძნობ, რომ თითქოს ეს დაკვეთა არსებობდეს. თუ დრო ამას მოიტანს, ნახავთ და ცვლილება ისეთი ღირებული და მნიშვნელოვანია დღეს პოლიტპატიმრების გათვალისწინებით, უსამართლობის, უკანონობის, დევნილი ჟურნალისტების, დევნილი არასამთავრობო სექტორის აკადემიური პერსონალის, პროფესორების გათვალისწინებით, რომ ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირი ღირებულების არის. შესაბამისად, გადაწყვეტილებებს მიიღება. ოღონდ აქ საუბრობთ თუ ეს მოხდება, მაგრამ ამის პარალელურად მგონია რომ ყველა მზად უნდა ვიყოთ. მაგალითისთვის ამის ძალიან კარგი ტესტერი არის სოფო აკრძალვა. აი მაგალითად, თუ აკრძალეს ჩემი პარტია და ამ შემთხვევაში ირაკლი, მე ხო მეზღუდება პოლიტიკური აქტივობა, ფორმალურად მეზღუდება, მაგრამ თუ მე პოლიტიკიდან წავედი, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მე მხოლოდ საკუთარ თავს ხედავდი პოლიტიკაში და სხვას ვერაფერს, ან ცვლილების ღირებულება ჩემთვის რამდენი იყო დაბალი, ხო? ესე გამოდის, თუ მიდიხარ პოლიტიკიდან. აკრძალვის პირობებში მე მაგალითად და ჩემი კოლეგები არცაც წასვლას არ ვაპირებთ. ვიპოვით იმ სამართლებრივ გზას, ვიქნებით ჩვენ თუ იქნება სხვა, რომ ის სხვა გამოკვეთოთ და მხარი დაუჭიროთ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ტესტერია აკრძალვის საკითხი, რომ აი აკრძალვის შემთხვევაში რას გააკეთებ როგორც პოლიტიკოსი, როგორც პოლიტიკური პარტია, რას გააკეთებ? სახში ხოლმე რომ ამკრძალეს და რა ვქნა? ამიტომ ეს ასე ვეკითხები პირველ რიგში საკუთარ თავს და ეს არის პასუხიც სწორედ თუ რაღაცა მოხდება, შემდეგ რა პოზიცია ექნება. ივანიშვილმა ისევე როგორც ორბანი საკუთარი საარჩევნო სისტემის ტყვეობაში მოექცა, შესაძლოა პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ივანიშვილს ეს მოუტრიალდეს ზუსტად ახლა რასაც თქვენ აკეთებთ აქცენტს პარტიული ხაზები მართლაც რომ წაიშალოს და შესაძლოა უფრო ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა მიიღოს მან პასუხი და არ მიპასუხია. გაკვეთილი ჩემთვის ძალიან კარგი სიტყვაა და მგონია რომ ხო შეცდომები მრავალია დაშვებული ოპოზიციურ ფლანგზე. და გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის ის, რომ არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი გზა. სასურველი. გვიტოვებს თუ არა ამის შესაძლებლობას და შანსებს, ამას ვნახავთ დროთა განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვნახავთ, მაგრამ თავარია რომ დიდი უპირატესობით დამარცხდეს ქართული ოცნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაყალბება ამ ქვეყანაში სამწუხაროდ თითქმის ყველა საარჩევნო, თითქმის არა, ყველა საპარლამენტო არჩევნებზე იყო. ყველა საპარლამენტო არჩევნებზე 2003-ში იყო, ნახი გვაქვს ეს ყველაფერი 2008-შიც იყო და 2012-შიც იყო.
და მას შემდეგ გაყალბების მრავალი კორიანტელი ვნახეთ საპრეზიდენტოების და საპარლამენტოების ქართული ოცნების პირობებში დახვეწილი იქ რაღაც კაპიტნები, გენერლები თუ მაიორები თუ ასე შემდეგ. ვნახეთ, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ლიმიტები არსებობს გაყალბებისაც და ამ ლიმიტების პირობებში დიდი უპირატესობით უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება. არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია ასეთი ავტორიტარული რეჟიმების პირობებში და უნგრეთის მაგალითმა ამიტომ გახადა აქტუალური. მაგალითად გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და განაცხადა რომ არჩევნები არის მისთვის ერთადერთი სწორი გზა და ამ დროს სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამბობდა რომ არჩევნები არ არსებობს, აღარ არსებობს, საერთოდ არჩევნები დამთავრდა, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მე არ მივდივარ წარსულში, იმიტომ რომ ის გავაკრიტიკო. ხო, არათანმიმდევრულობაა ეს ყველაფერი და პრობლემას უქმნის, იმიტომ რომ დღეს უკვე დისკრედიტირებული არჩევნების იდეა, მაგრამ ამის მიუხედავად სრულიად მივესალმებით სწორ რელსებზე ნებისმიერი პოლიტიკური აქტორის დაბრუნებას, იმიტომ რომ ხო, არჩევნები და სწორი მობილიზაცია. რას ვსაუბრობდით ჩვენ? ჩვენ ვსაუბრობთ ერთი კანდიდატი დაგვეყენებინა თბილისში და ეს კანდიდატი ლელოს კანდიდატი უნდა ყოფილიყო და მით უმეტეს ირაკლი არავინ არ ამბობდა. ვსაუბრობთ ნეიტრალურ კანდიდატზე. ვსაუბრობთ რომ 20%-იან ქართულ ოცნებას დედაქალაქში განსაკუთრებულ. ამას ხო ყველა ამბობს. ყველა ბოიკოტის მხარდამჭერებიც ამბობენ რომ კალაძეს 20% აქვს, მეტი არა. ახლაც გამოდი ამბობენ რომ 20%-იანი მერი. რაღაცო გავატანეთ 20%-იან მერს დედაქალაქი, როცა შეგვეძლო გამოგვეცალა მათთვის უზარმაზარი რესურსი, გამოგვეძიებინა მათი უზარმაზარი დანაშაულებრივი კორუფციული სქემები, რომელიც თბილისში ძალიან ბევრია, მრავლად არის. ამაზე თქვენი ასობით სიუჟეტი მაქვს თანახი. ამიტომ ეს შესაძლებლობა სამწუხაროდ დღეს გაშვებული ამ შეცდომის გამო. ამიტომ გაკვეთილებზე უნდა ვისწავლოთ. კი ბატონო, ირაკლი, რა გამოიტანეთ თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ? ხო, მე მესმის რომ წარსულზე ლაპარაკი არ არის რელევანტური, მართლა ჩავლილია, მაგრამ აი თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ? კი ბატონო, თქვენ ნაწილში რა დასკვნა გამოიტანეთ, როცა ძალიან ცხადი იყო რომ არჩევნებში არ მოყვებოდნენ სხვები და მარტო გიწევდათ ამ ზღვაში შესვლა, შეიძლება ასე ითქვას, და თქვენი რესურსი არ იყო საკმარისი მარტივი არითმეტიკული გათვლით, ხილდა თუ არა. თქვენთანაც მათ შორის გახსოვთ. არასდროს არ გვიტყვამს რომ ეს იყო თუ არა შეცდომა მაინც ამ არჩევნებში შესვლა. არ იყო შეცდომა, პირიქით სწორი იყო. ან მოდით სხვანაირად დავსვამ კითხვას, ახვალ რომ არჩევნები იყოს. ეცდებით თუ არა უკეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიებას, რომ საერთო გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ, იმიტომ რომ ცალსახაა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ერთიანი ოპოზიციის ფრონტზე, აგებს ასეთი გადაწყვეტილება. შესაბამისად, აი მადიარმა მაგალითად მოახერხა რეგიონების მობილიზება, ხომ? იქ ჩავიდა ხალხს აარჩევინა საკუთარი პარტიელები, ხომ? და უკვე ყველა მიცის რა მთავრობა ეყოლება, მას წინასწარ იყო ეს ყველაფერი ცნობილი, ხომ? და გარდა ამისა, მე ოპოზიციად ყველა და არ მიხსენებია, მან რაღაცნაირად დაალაგა ოპოზიციური სივრცეც, ხომ? ორი პარტიის მხარდაჭერა მიიღო, ვისიც ვერ მიიღო, გათვალა რომ ვერ მიიღო და შევიდა ამ არჩევნებში. შესაბამისად, ფიქრობ თუ არა რომ თუნდაც 2-3 ფრონტის არსებობის შემთხვევაში და არა ერთი, ვთქვათ, კოალიციური, ერთი ძალის დაპირისპირების შემთხვევაში, რომ არჩევნებში რომელიც იქნება, კოორდინაცია მნიშვნელოვანი ელემენტია და აი ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე ერთმანეთზე ნაწყენი პოლიტიკოსების მაყურებლები მედია, როცა რაღაც განცხადება კეთდება რომელიმე შტაბში და მერე ისინი ამბობენ სხვა მხარე რომ ამ ტელევიზორიდან გაიგეს. ასეა ხშირად ორივე მხარეს, სამივე მხარეს. ხო, შესაბამისად ამ ოპოზიცია გარდა ხალხთან პირისპირ დიალოგისა, რა აკლია ამ პროცესს, რაც გამოსწორებადია თქვენი აზრით და გამოსასწორებელი. რამდენიმე შეკითხვა იყო და ვეცდები რომ მოკლედ ყველას უპასუხო. პირველი, არჩევნებში მონაწილეობა იყო სწორი და ეს აჩვენა ახლა მიმდინარე მსჯელობაც კი ამას აჩვენებს. შეცდომა იყო ყველას ერთად არ მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც არასწორ გზას ირჩევს იმ დროისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მეც ამ არასწორ გზაზე გადავლაგდე. იმიტომ რომ არ მონაწილეობამ და ბოიკოტის ან მე პარალელურად კიდევ ახალი სიგიჟის შემოტანა, დამხობის შემოტანა, თავად თვითდაზიანების რეჟიმში ჩააყენა სხვა პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ყველა მომდევნო არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, გადაწყვეტილად, ცხადად და თუ რამე იყო ჩვენი ერთ-ერთი ხარვეზი წინა კომუნიკაციის და კონსულტაციების დროს იყო ის, რომ ვცდილობდით რაღაც ფარდის მიღმა ინდივიდუალური შეხვედრების დროს დაგვეთანხმებინა ეს ოპოზიციური პარტიები, რომ მოდით ერთად მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ მზად რომ დავიხარჯოთ, რესურსი ჩავდოთ, ვიაროთ, ვიბრძოლოთ, არც ნომერი გვინდა ლელოს ჩვენი, არც სახელწოდება, არც კანდიდატები, აქტივისტებს მივცეთ, მოდი პროპორციული სიები.
უამრავი რაღაც დავთმეთ და საჯაროდ ვერ დავიწყეთ ამაზე საუბარი. და სხვები საჯაროდ საუბრობდნენ უკვე რომ არჩევნები ცუდია, ხიხია, არ შეიძლება გაკარება, რაც შეცდომა იყო. ახლა ცხადად ვამბობთ რომ ჩვენ აუცილებლად არიან რომ ეს არ იყოს აუცილებლად ხომ ისინი ამბობენ კვლავ საკუთარ აზრზე არიან რომ ამან მოიტანა საერთაშორისო არალეგიტიმურობის ასე ვთქვათ გამყარება და ასე შემდგომ მოსკოვის მექანიზმი და ასე შემდგომ. ეგრე მეუბნებოდნენ რომ თქვენი მონაწილეობა ლეგიტიმაციას მოიტანა. რა ლეგიტიმაციას საუბარი? მანდატები გვაქვს დათმობილი. მთავარი რამ დავთმეთ, იმუნიტეტი დავთმეთ. რის გამოც ციხეში წავიდნენ ჩემი თანაპარტიელები და კიდევ ციხე ელოდებათ. დათმეთ გახარია მარა და ამიტომ ეს არ იყო. გახარია მისი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გავაკრიტიკებთ და თქვით რომ გაუგებარია. მოდით აწმყოზე გადმოვიდეთ, იმიტომ რომ წარსული მაინც წარსულში დარჩა, ყველა რაღაც საკუთარ აზრზე დარჩა. აწმყოზე ვსაუბრობ პირველ რიგში. აწმყოა ის რაზეც თუ რეფლექსია არ გავაკეთეთ იმ შეცდომების ხვალ დღეზე ისევ დავიწყებთ ჰაერზე მსჯელობას, ისევ იმავე შეცდომებს გავიმეორებთ. მომდევნო შეკითხვა იყო კოორდინაცია. კოორდინაცია არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. კოორდინაცია ხმების დაცვის მიმართულებით, კოორდინაცია მოქალაქეებთან კომუნიკაციის მიმართულებით. ჯერ უნდა მოიგოთ და მერე დაცვა, ამაზე კოორდინირდებით? ჯერ უნდა მოვიპოვოთ არჩევნები, შემდეგ უნდა დავიცვათ არჩევნები. ეს არის შემდეგ ქვეყნის გადარჩენა. მოვიპოვოთ არჩევნები, დავიცვათ არჩევნები და გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს არის სამი ეტაპი. ჯერ არჩევნებზე ვართ, მე მგონი ადამიანები. მანდ ვართ და ამიტომაც ჩვენ როგორ უნდა მოვიპოვოთ არჩევნები. ერთი საერთაშორისო მუშაობით და ამას ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი კოალიცია. თავის მხრივ მოქალაქეებთან კომუნიკაციით და ის რომ რეგიონებში გავდივარ, არცად არ გავდივარ, უკვე გასული ვარ დიდი ხანია და დავდივართ. აქტიურად დავდივართ. დღეს მაგალითად ოთო ფარულავა თეთრი წყაროდან ბრუნდება ახლა. ლევან სამუშია გუშინ სამეგრელოში იყო. გრიგოლ გეგელია რუსთავში იყო, ლანა გალდავა მარნეულში და ბოლნისში, სადაც ჩვენს წევრებს თავს დაესხნენ და ასე შემდეგ. უამრავი ყოველ დღე გრაფიკი მაქვს კონკრეტულად პარტიის მენეჯმენტი მაგარია, გრაფიკი მაქვს კონკრეტულად რომელი შედეგიანია იქ ჩასვლები. შედეგს ჯერ ვერ გავზომავ სამწუხაროდ, უწრფელად გეტყვით, შედეგს ესე რაღაც თვალნათლილი რომ ამდენით მოვიმატეთ, ამდენით ადგილზე გრჩებათ მებრძოლი ადამიანები, თქვენ როცა მოდიხართ, აქ ხომ საკითხი ასეა, რა რჩება ადგილზე, თქვენ სულ ვერ იქნებით რეგიონში. ძალიან დიდი შიმშილია. პოლიტიკურ პარტიებთან კომუნიკაციის, უშუალო კომუნიკაციის და ადგილობრივი ლიდერები ადგილზე მუშაობენ, იბრძვიან ძალიან დიდი წნეხის, რეპრესიის ქვეშ, ასობით და ათასობით ადამიანი სამსახურებიდან გამოაგდეს. ჩვენი მხარდამჭერები, მასწავლებლების სკოლებიდან გამოყარეს პროფესორები, ბაღების გაერთიანებიდან, სხვათა შორის ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა ახლა სასამართლო პროცესი მოუგო ბაღების გაერთიანების დირექტორს, რომელმაც გააგდო პოლიტიკური ნიშნით ლელოს მხარდამჭერობის გამო და დღეს ის პირი არის დეპუტატი აჭარაში. პირი და დეპუტატია, ჯერ იქ მუშაობდა ბაღების გაერთიანებაში და მე დეპუტატად გადაიყვანე, მას მოუგე დაუმტკიცეთ, რომ უკანონოდ პოლიტიკური ნიშნით გააგდო სამსახურიდან. აუნაზღაურეს კიდევაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, იძულებით ზიანი და აღადგინეს კიდევაც. ამ ვითარებაში ვართ. მართლა დევნიან ადამიანს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულის ტკივილი, რაც მაქვს, რომ მოვდივარ იქედან, იქ შემდეგ დაუცველები რჩებიან ეს ადამიანები და კი რისკი, შიში, სიფრთხილე არის, მაგრამ შიმშილია და მაინც გამოდიან კომუნიკაციას. ქუჩაში ადამიანები გესაუბრებიან. არის დასაკარგიც არაფერი არ აქვთ. ამას წინათ ერთ-ერთი ადამიანი შემხვდა ხარაგაულში, რომელიც მეუბნება, რომ ორი შვილი ემიგრაციაში მყავსო. მე აქ ვცხოვრობ, პენსია მაქვს, სასაცილო თანხა და სხვა არაფერი არ გამაქვს. დასაკარგიო რა მაქვს? ჩემ შვილს თუ ამ ქვეყანაში დაბრუნება არ მოუნდება, მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკო? ანუ რისი უნდა შემეშინდესო და არიან ადამიანები, ვინც ხედავს და ჩვენც მაქსიმალურად ჩვენ სტრატეგიას კი ხშირად ოპოზიციური სხვა პოლიტიკური პარტიები აკრიტიკებენ. რა დროს პენსიებზე ლაპარაკია, რა დროს ჯანდაცვაზე ლაპარაკია, რა დროს განათლებაზე ლაპარაკი. აქ გვაკრიტიკებენ ძალიან ხშირად და რუსული რეჟიმი. გავიგეთ რუსული რეჟიმი რომ ამის მსხვერპლი თავად ვართ და ლაპარაკობთ და ვიბრძვით და უკან არ ვიხევთ, მაგრამ ჩვენ უნდა მივწდეთ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ეს რუსული რეჟიმის ტერმინი მასთან გულთანან გონებასთან ახლოს არ მიდის, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობენ, რომ მათი მაცივარი სახლში ფიზიკურად რომ შედიან, მაცივარს რომ ცარიელია ეს დალოცვილი მაცივარი. ანგარიშზე არაფერი არ უდევთ. დანაზოგზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.
ის რომ 30%-ით გაეზარდა კომუნალური გადასახადები 30% 5 თეთრს როცა ვამბობთ აი თითქოს 5 თეთრი არაფერი 30% აი ახლა თვის ბოლოს რომ მიუვა ახალი გადასახადი ენერგოპროსგან დასავლეთში და აქ თელმიკოსგან აი ნახავენ რას ნიშნავს 30% რამდენი მილიონი ასეულობით მილიონი ამოაცალა ახლა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ის რომ საწვავი სამლარს გადაცდა ვისი ბრალია რა ჰორმუზის სრუტე როდის მერე იყო ჩვენი მომწოდებელი ჰორმუზის სრუტისგან როდის ღებულობდით საწვავს საწვავის გაძვირება პურს რო გააძვირებს 60 კვირაში პურს მთავარ საკვებს ამ ქვეყანაში პური არის ძირითადად მოხმარების საგანი ევროპაში პური არ არის ძირითადად მოხმარების საგანი იქ არის რძის პროდუქტები და ხორცი და ჩვენთან ხორცს დღესასწაულებზეც ვერ ყიდულობენ მოქალაქეები და ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა და რეგიონებში პრობლემების მოქალაქეებთან მუშაობა ყველგან თბილისში მაგალითად მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ თბილისში ვიმუშაო იმიტომ რომ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ რეგიონები თბილისი ძალიან ოპოზიციურია 80% არის ქართული ოცნების და ივანიშვილის წინააღმდეგ მაგრამ იმ 20%-ზეც სამუშაოა და ამ დროს გვავიწყდება ხოლმე რეგიონებში გავდივართ და უზარმაზარი დედაქალაქი 1.5 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს ამ დროს გვავიწყდება და რეპრესიები ზეწოლა ამ დროს 10,000 ავარიული სახლია მიტოვებული ინგრევა აი თაწმინდაზე რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა შენობა სკოლების პრობლემა ეხლა მაგალითად რამდენიმე მიმდინარე აქცია თბილისის სხვადასხვა ქალაქში და ჩვენი ერთი კოლეგა ლელოს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი აქტიურად მუშაობს ამ პრობლემაზე 10-ით სკოლა არის დანგრეული ანუ 6-7 წლის დაანგრიეს თქვენს ავაშენებთ და არა უშენებიათ არც კი შემოუღობავთ ნანგრევები ნაგვით და შპრიცებით არის იქაურობა გავსებული და ამ დროს უზარმაზარ ფულს მილიონებს ხარჯავენ იმისთვის რომ სამ ცვლაში ასწავლონ მოსწავლეებს ატარონ კილომეტრებით ახალი სიგიჟე გამოიგონეს ფორმების რაღაც ლამაზი ფორმები მშიერი ბავშვებისთვის ყოველი მეორე მესამე ბავშვი შიმშილობს ამ ქვეყანაში იუნისეფის დასკვნით რომელსაც თავის დროზე კვირიკაშვილის პრემიერობა ემსხვერპლა მეორე და მესამე ბავშვი რო შიმშილობს ყოველი მასწავლებლები აი ამ სტუდიაში მე მოსმენილი მაქვს როგორ ყვებიან ისტორიებს გონებას როგორ კარგავენ მშიერი ბავშვები იმ მასწავლებლების ისტორიას რო ისმენ და ამ დროს ფორმებზე ლაპარაკობ ასეულობით მილიონი რომ უნდა ჩაანთხიო და თავის მხრივ პასუხისმგებლობა აკიდო კიდე და ფული გადაახტევინო მშობელს ნუ წარმოუდგენელია რასთანაც გვაქვს შეხება ყველა ამ პრობლემაზე ერთად უნდა ვილაპარაკოთ და ხვალ რომ არჩევნები იყოს გაიღვიძა ივანიშვილმა თქვა და დანიშნა ეს არჩევნები არ ვიცი ჩვევია ხოლმე თქვა ტრიუკების შემოგდება ის ყველა არჩევნებს ბოლო არჩევნებს აგებდა მაგრამ თქვენ ამბობთ რომ საკმარისი უპირატესობით უნდა მოუგოთ ავტორიტარულ სისტემაში ეს ბევრად მეტის ხმის მიღებაა და ეს არის მადიარის ფორმულით თუ შევხედავთ 6 მილიონზე მეტი მისული ამორჩეველი იყო მათ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში გაცილებით მეტი ვიდრე მოდის ხოლმე არჩევნებზე ჩვენთან აქტივობა იყო 58.2% თუ სწორად მახსოვს თუმცა ეს აქტივობაც სავარაუდოდ გაბერილი იყო იქ რაღაც ჩამორთმეული თუ ნაყიდი პირადობებით ერთის მხრივ მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ეს აქტივობა რომელზეც ჩვენ საუბრობთ შეიძლება სინამდვილეში უფრო მეტია იმიტომ რომ ქვეყანაში არსებული მოქალაქეებიდან რომ გამოვთვალოთ ეს პროცენტი ძალიან ბევრი გასულია და ემიგრაციაში წასული მოქალაქეებიც იმ სიაში წერიან და ახლა როცა მათ ხელისუფლება აღარ აქვთ ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელია ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი თუმცა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის სამწუხაროდ ჩვენს ემიგრაციას ეშინია ხოლმე ისინი ძირითადად არიან არალეგალები სხვადასხვა ქვეყანაში იძულებით მათ შრომაზე და მათ გამოგზავნილებზე დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა და მადლობა მათ ამისთვის მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ 30,000 ხმა არის მაგალითად წინა არჩევნებზე ისტორიული მაქსიმუმი იყო 30,000 ხმაზე ვსაუბრობთ. ძალიან ღირებული 30,000 ხმა. მაგრამ მათ გარეშე შეიძლება მოგება ამას ამბობ საათობით, კი. ერთ ამომრჩეველსაც კი საათობით ველაპარაკებით, მაგრამ აქ საუბარია ნებისმიერ არჩევნებში შესვლას აზრი აქვს ამას ამბობ. მილიონობით ხმაზე. საუბარია რომ მილიონ რამდენიმე 100,000 ხმა უნდა აიღოს ჯამურად ოპოზიციამ და დაამარცხებს ივანიშვილს და ემიგრაციის ხმა ამ შემთხვევაში სამწუხაროდ სრული მობილიზების პირობებში გაგახსენებთ. იყო 30,000
ხმა ძალიან ღირებული 30000 ხმა ბოდიშს ვიხდი, არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაკეთოთ, რა სჭირდება დღეს ქართულ ხალხს, რა სჭირდება ქვეყანას და ქვეყანას სჭირდება ახლა კრიზისიდან გამოსვლა და მერე გამოსწორება შეცდომების, იმიტომ რომ ივანიშვილის იმედი არა მაქვს, რომ ივანიშვილი თავისით გამოასწორებს შეცდომებს, რომ ემიგრაციას ხმის უფლებას დაუბრუნებს, არ მჯერა იმის, რომ მედიას გაათავისუფლებს, არ მჯერა, რომ არასამთავრობო სექტორს არსებობის და სუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, არ მჯერა, რომ პოლიციას არჩევანის შესაძლებლობა თავისუფლება ეკნება. მე მჯერა რომ იძულებული გახდება წავიდეს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ის თითოეული ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო უბანზე მივა, მე ამას ვსაუბრობდი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს უნდა გაგვეკეთებინა. რომელიც არ საარჩევნო უბანზე მივა, იქედან გამოსული სახლში კი არ უნდა წავიდეს. საარჩევნო უბანთან უნდა დადგეს და დარჩეს. მე მესმის შეიძლება ბევრს ვითხოვ, მაგრამ არც ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები კარგ მდგომარეობაში, ვასკდებით თავით, ვიბრძვით. არ მინდა რომ ვინმეს რაღაცა მსხვერპლი ეგონოს პოლიტიკოსები, მაგრამ ძალიან დიდ შრომას და ენერგიას ვდობ და ერთი დღე, ხო, რომ გამოხვალ საარჩევნო უბნიდან და დადგეს საარჩევნო უბანთან. არ ვიცი, შეიძლება გეცვას, რა ვიცი, ლურჯი ფერის მაისური იმისთვის, რომ ევროპასთან კავშირში იყოს ეს. რაღაცა ფორმა უნდა მოვიფიქროთ, რომ იქ დაშინებული პედაგოგი, რომელიც შევა საარჩევნო უბანზე, მას ჰქონდეს განცდა, რომ იქ არა ძველი ბიჭები, ორკები და ვიღაცა კაპიტნები დგანან, არამედ თავისიანები დგანან. თავისი თანამოაზრები, ამ ქვეყნის გადარჩენა ვისაც უნდა ისინი დგანან და როცა დადგება იქ 200, 300 ესეთი მოქალაქე და შემდეგ 8 საათის შემდეგ იქიდან დაიძრება ქალაქის მოედანზე, მთავარ მოედანზე, თბილისში რუსთაველის გამზირზე, ბათუმში ევროპის მოედანზე და იტყვია როგორც უნგრეთში მოხდა, ბუდაპეშტში და წავიდა ეს ოპოზიციური ამომრჩეველი და თქვა რომ ველოდებით აბა შედეგების გამოცხადებას. აბა მიდი და გაბედე. რა შედეგებს გამოცხადებს. ამას ვამბობდი მე დილით არჩევნებზე საღამოს პროტესტში და რა გამოვიდა? გამოვიდა სასაცილო დამხობა, რომელმაც სამწუხაროდ ადამიანები ციხეში გამოკეტა და ბოიკოტი. აქამდე არსებული პროცესები, მაგრამ ჯერჯერობით მოიტანა ყველაფერმა ჯამში სიკეთე, რომ ივანიშვილის რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს ძალიან მყიფე რეჟიმია. ეს მოიტანა პარლამენტის მანდატების დათმობამ. ეს მოიტანა 500 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ხალხის დგომამ ქუჩაში. რა თქმა უნდა, მაგრამ 500 დღე არ იყო გასული, როცა არალეგიტიმურად გამოცხადდა ქართული ეს უნდა გვახსოვდეს, სოფო, რომ 500 დღე კი არა, პირველივე დღეს, როცა მიიღეთ გადაწყვეტილება, პოლიტიკოსების გადაწყვეტილება და ბარიერ გადალახული პარტიების გადაწყვეტილება, მე იმ საღამოს ეთერში ვიყავი, ყველას კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავი გასწირა, ლიდერებმა განსაკუთრებით, ვინც ახლა ციხეში შედან. მე უბრალოდ მინდა რომ მივაფინალოთ ირაკლი და შედეგზე მინდა რომ ვიკითხო. აი ხვალ ნებისმიერი ტიპის არჩევნებში შესვლას აქვს აზრი გამარჯვების იმედით. თქვენ ამას ამბობთ, ხო? რწმენის დაბრუნების პირობებში, სწორი გზავნილებით საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გადაწყვეტოს ბრძოლა. ეს არის გადამწყვეტი და ჩვენ ერთადერთი მიზეზი, ჩვენ რომ ეხლა რიგით ვითარებაში ვიყოთ, დემოკრატიული ქვეყანა იყოს, არ აღრჩობდნენ ადამიანებს. პასუხი რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან პირობებში, ესა რომ არ მიიღოთ, რომ არ მიიღოთ მაინც. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამართლიანი პირობისთვის. ამისთვის მე არ ვიცი ივანიშვილზე რა ბერკეტები გაგვაჩნია, თუმცა თავარი ბერკეტი ჩემი აზრით არის საერთაშორისო მუშაობა, პარტნიორები და ის პასუხისმგებლობა და რისკი, რომელიც ახლა ივანიშვილს ემუქრება, მას აღარ ყავს შემაკავებელი ვეტოს უფლების მქონე ორბანი, რომელიც მასზე პერსონალურ სანქციებს გააჩერებს. აღარ ყავს და ეს რისკი ივანიშვილმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს. ის იქნება მოწყვლადი, ის იქნება ძალიან ისეთ მდგომარეობაში, სადაც ვერ გამოძვრება მშრალი და მოუწევს უმძიმესი პასუხისმგებლობის აღება იმ კრიზისზე, უსამართლობაზე, უკანონობაზე და დევნაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას მოუწყო საერთოდ ამ წლების განმავლობაში. დიდი მადლობა ირაკლი კუპრაძეს უსმენდით, მადლობა.